Section-ები გახლავთ 2013-ში დამატებული ახალი ფიჩერი, რომელიც უნდა გავიმეოროთ 2016-ის PowerPoint-ში. მე ვარ გიორგი დაცუკიშვილი და წარმოგიდგენთ კომპანია Address-ის პრეზენტაციას. კომპანია Address-ი, როგორც უკვე წინა ვიდეოებში ვნახეთ, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს გვთავაზობს, ესენია ეტამი, გარი ვებერი, ორსეი, პრომოდი და მამაკაცისთვის სელიო, აქ გვაქვს მათი ლოგოები და თავად პრეზენტაციაში ხედავთ, რომ 41 სლაიდზე განთავსებულია მათი ბრენდების დასახელებები და კოლექციიდან ნაწილის ფოტოებისა. როგორც ხედავთ, პრეზენტაცია საკმაოდ დიდია და მასზე მოქმედებები საკმაოდ რთულია. ახალი სლაიდის დამატება, ჩასმა, ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი საკმაოდ გრძელი და შრომატევადია. ამისათვის მოგონილია ასეთი ტიპის ფუნქცია, სახელად section-ი. და მე გეტყვით, რომ როგორ შეიძლება გავაკეთოთ და გამოვიყენოთ მაგალითად სექცია. დავდგეთ პირველი ბრენდის წინ, ეს არის Celios წინ, ანუ მე-5 და მე-6 სლაიდ შორის და დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკით, უბრალოდ ბრძანებას add section-ი. თუმცა იგივე ბრძანება მარჯვენა ღილაკითაც არის შესაძლებელი, აი add section, მისცეთ ესეთი ბრძანება. შემდეგ ჩავიდეთ, დავდგეთ მაგალითად ეტამზე და ვნახოთ ბრძანება add section-ი, ხო? ანუ დავაჭიროთ add sections და ხედავთ, რომ ესეც ცალკე წავიდა. შემდეგ ჩავმოვიდეთ და დავდგეთ გარი ვებერის წინ და მივცეთ add section-ი. შემდეგ დავდგეთ ორსეის წინ და მივცეთ add section-ი და ასევე მივცეთ პრომოდის წინაც add section-ი. შესაბამისად, თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ შევქმნით სხვადასხვა სექციები. ბოლო სლაიდიც უნდა იყოს ცალკე დამოუკიდებლად, იმიტომ რომ პრეზენტაცია იქიდან გრძელდება. Section-ების მენიუში არის შემდეგი ტიპის ბრძანება. Collapse all. თუ დავაწვევით ამას, დავინახავთ, რომ სექციები შეიკუმშა. შესაბამისად, პირველზე შეგვიძლია დავარქვათ rename და დავარქვათ ზოგადი. მაგალითად, ან general, ან ქართული ასოებით ზოგადი. შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ რა არის შემდეგი ბრენდი, მივცეთ ბრძანება rename და დავარქვათ, რომ არის ეს Celio. დავუშვათ ბრენდი rename. ასევე შემდეგი გახლავთ, რომ არის ეტამი, rename ეტამი. შემდეგ შეგვიძლია დავარქვათ პრეზენტაციაში rename-ში Gary Webber-ი, აბრევიატურას ვიხმარ. შემდეგი გვაქვს Orsay, კი ბატონო. შემდეგი გვაქვს უკვე პრეზენტაცია პრომოდზე, პრომოდი და ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის general ან მოდით Andy ან რაღაც ესეთი. და როგორც ხედავთ, თანმიმდევრობა უკვე შეკუმშულია. მე თუ ვარ მხოლოდ Celio-ით დაინტერესებული, ამ სიტუაციაში გავხსნი Celios ჩანართს და დავათვალიერებ მხოლოდ ამ სლაიდებს. ვიმუშავებ, გადავაადგილებ მათ ერთმანეთში და ასე შემდეგ. დავაწვევი შეკუმშვას და დაპატარავდებიან. თუ მინდა რომ Celio იყოს ბოლო ბრენდი და დავიწყო დავუშვათ პრეზენტაცია ჩემი ეტამით, მოვკიდებ ეტამის პრეზენტაციას ხელს და გადავაგდებ წინ. რაც იმას ნიშნავს, რომ ეტამის სლაიდები უფრო წინ წამოვლენ, ვიდრე არიან Celios სლაიდები. და ბუნებრივია დამეთანხმებით, რომ მსგავსი манипуляციები ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თითოეული სლაიდი აქედან აქამდე მონიშნე, ამოჭერი, ადი, ჩასვი და ასე შემდეგ. შემდეგ ანუ ბრძანება section-ი, ვნახოთ რა ხდება. აქ არის ბრძანება collapse all, რომელიც ნიშნავდა შეკუმშვას და აქვე გვაქვს ბრძანება expand all და გააფართოოს ყველა პრეზენტაციის სლაიდი, აი გაიშალა ყველა სექცია. ასევე კვლავ შევკუმშოთ, მოდით, მივცეთ collapse-ი და თუ დავდგებით მაგალითად პრომოდზე და დავაწვევით მარჯვენა ღილაკს და მივცემთ ბრძანებას remove section ან remove all section, ნახოთ რა მოხდება. remove section-ის შემთხვევაში მთლიანად წაიშლება პრომოდის სექცია. დავაბრუნოთ უკან თუ შეიძლება ანდუთი და მოდით ვნახოთ რა მოხდება თუ მივცემთ remove all section. თუ remove all sections მივცემთ, მაშინ სექციები წაიშლება, მაგრამ სლაიდები დარჩება კვლავ ისე როგორც იყო. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ ძალიან პროდუქტიული მეცადინეობა.